1:40-ის მეორე. საათი, რომელიც ყოველ 3 საათში 2 წუთით ჩამორჩება, გაასწორეს. დროის რა უმცირესი მონაკვეთის შემდეგ უჩვენებს საათი ისევ სწორ დროს. საათი არის ჩვეულებრივ 12 საათიანი. ანუ ამ 2 წუთის ჩამორჩენამ უნდა შეადგინოს დრო 12 საათიანი, რომ ისევ იგივე დრო აჩვენოს. 12 საათი გადავიყვანოთ წუთებში, 12 გავამრავლოთ 60-ზე არის 720 წუთი, ანუ 12 საათი არის 720 წუთი და რამდენი 2 წუთი დაგჭირდება. ახლა რამდენი 2 წუთიანი ჩამორჩენა დაგჭირდება ამისთვის 720 რო გავყოთ 2-ზე, 60 2 წუთიანი ჩამორჩენა დაგჭირდება, რომ საათი ისევ იგივე დროს სწორ ადგილზე დაბრუნდეს. 2 წუთიანი ჩამორჩენები გვაქვს 3 საათში ერთხელ, ანუ 60 60 ჯერ 3 1080 საათში ჩამორჩება საათი ისევ 12 საათით და აჩვენებს სწორ დროს.